3 თვიდან ჩემი თავი მახსოვს. გაგიკვირდებათ. ვგრძნობდი რომ რაღაცა ძალა მოდის. მყავდა მეგობარი, რომელიც არ არსებობდა. ეხლა პირჯვარს გადავიწერ, ზუსტად იგივე რაღაც გადამხდა და გეხოცები დაასრულე. შეგიძლია ქარი გამოიძახო, შეგიძლია ღრუბლები გადაწიონო. მე ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი. დამცინოდნენ ტანსაცმელზე. ძალიან ისეთ რაღაცას იზახი ატყდება ერთი ამბავს. ეგარი. და ეს კითხვა, რასაც ეხლა დავსაუბრ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ტაბუ დადებული ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ადამიანი ღიზიანდება. კონკრეტული პორნო საიტი ავიღოთ, ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი, რატომ არის იმ ფერებში? რა ფერებშიც არის? ანუ მაქსიმალურად დაბალ ვიბრაციაზე იყოს ადამიანი. დაბალ ვიბრაციაზე. ჩვენ ვცვლით ბედს ადამიანის. რა თქმა უნდა, რეინკარნაცია არსებობს. მე გადაგიხდი 20,000 დოლარს, მარიამ, და შენ დამეხმარა იმაში, რომ იმ ადამიანს ჩემი თავი შეაყვარა. მე ვარ თუ შეიძლება ადექით და გადით. ელიტებს ბევრი გამოღვიძებული ადამიანი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მე ვერ გააკონტროლებთ. მე უბრალოდ სისტემიდან გავედი. თუ დადიხარ ეკლესიაში, რატო ხარ აგრესიული? ვერ გეხმარება? გიმარხულია, მარიამ. 2030 წლამდე იპოვოთ სახლი, ბინა, სადმე ქალაქ გარეთ. მაგიტო ამდენი კატაკლიზმი. შოქში ჩავაგდებთ ხალხს ვატყობ.